თქვენ არ ხართ ამით დავიწყეთ და გამაწყვეტინეთ ვიღაც დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, დიახ, კიდევ ერთხელ. არაფრის. იმედია ამ კომპლიმენტს კარგად შეირგებთ. ესე იგი, რას ვამბობდი, რომ თქვენც კი ხართ დაკავებული დეპუტატების, რომელსაც აქვთ არა სიით არჩეულები კი არ არიან. იგივე ბერაია, რომელსაც მე კარგად არ ვიცნობ, მაგრამ იმდენად კარგად ვიცნობ, გითხრათ, რომ ის არის პირდაპირ ხალხის მიერ ხმამიცემული კანდიდატი, არ არის? არის, კი. არის. თქვენ მისი დამცირებით ხართ დაკავებული? აი ამ წუთში თქვენ მას ამცირებთ. ალბათ მთიაქ. ეს თქვენ არ ზუსტად იმის გამო, რის გამოც არ შემეფერება, როგორც თქვენაც გამოც მითხარით, ამიტომ ძალიან კარგად ვაკვირდები მაჟორიტარულ. აკნინებდით გაიარეთ ან ახალქალაქში, ნინოწმინდაში, აქ კოსტავას ქუჩაზე არ არის ყველაფერი არ ჩანს. ფრანგული პარლამენტი როგორ ირჩევა, იცით? კი მეცადინიათ ბევრი და საფრანგეთში ცხოვრ ჩაგიხედავთ. არა, იმიტომ რომ ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე ამბავი. თან არ ვარ მე ფრანგულენოვანი. აი მე რო ვარ გეტყვით. ნუ გადაგაქვთ საუბარი. არ გადაგაქვთ საუბარი, ჩვენ ლაპარაკობთ გერმანულ მოდელზე. აბა რაზე ლაპარაკობთ? ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, როგორ ხედავს. თქვენ იცით უკვე რომ გერმანული მოდელი შეუსაბამოა ჩვენი შეუსაბამოა. არა, არ ვიცით, თქვენ ამას ამბობთ, ხმალაძე და ზაბირაძე ამბობენ შესაბამისად. თქვენ ხო იქ ცხოვრობდით. აქაურ კონსტიტუციასთან შესაბამისია. მოდელი ხო იცით და აქაური მოდელიც თქვენი სამშობლოს მოდელიც არის. კონსტიტუციასთან შესაბამისია თუ არა, მე ვერ დავადგენ ამას ქალბატონო. აბა ვინ დაადგენს? როცა გინდა ყველაფერს კარგად ადგენთ. ვადგენ იმ ფარგლებში და კომპეტენტური ვარ. არა, ამ კაზუისტიკაში ვერ შემოყვებით. არ მინდა, დიახ. აი ახლა ამ თემისთვის რა გირჩევნიათ რომ ბრმად მიყვეთ იმას, ვინ რას იცახის. არა, მე მირჩევნია ბრმად მიყვე იმას, სადაც თქვენ გირჩევნიათ იკითხოთ გერმანული მედიის ის ნაწილი, რომელიც ლანძღავს ივანიშვილს, იმიტომ ეს მოდაშია. არ არის სამწუხაროდ ასევე ბევრი რამის კითხვა მიხდება, არა მხოლოდ იმ ნაწილის და ჩვენთან ეთერისთვის არ მოემზადეთ? რა, ის ნაწილი, სადაც აქებენ ბიძინა ივანიშვილს. არა, სადაც თქვენ იქ რო ცხოვრობდით, მე გეუბნებით საფრანგეთში ცხოვრობდი, როგორია ის მდგომარეობა. გამოგიგზავნეთ სამი თემა, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ. ამ სამ თემაში გამოგიგზავნეთ ერთი ეს ამ სამ თემაში გერმანული მოდელი არ მიგულისხმია. ანუ თქვენაც გამომიგზავნით, მარტო იმაზე უნდა ვისაუბრო. ცხადია, ჩემი გადაცემა და ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მე მაინტერესებს შეკითხვების დასასრულს. ხო, გერმანული მოდელი შესაბამება თუ არა ჩვენს. თქვენ ჩემთან ინტერვიუს როცა ჩაწერთ, შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება ისე რომ მოხდეს ესეც. მაშინ ცხადია, თქვენ შეიძლება გამიგზავნოთ შეკითხვას. ჯერჯერობით ეს ჩემი გადაცემა, მე მაქვს შეკითხვები, რომელსაც ყოველთვის გისვამდით. გერმანული მოდელი შეესაბამება თუ არა ქართულ კონსტიტუციას ქალბატონოთია. ეს ყველა ჟურნალისტმა დღეს უნდა იცოდეს, რომ არ შეესაბამება, იმიტომ რომ ეს არის მთავარი თემა. ეს ხალხი აქ რომ აჩვენებს. თქვენ ახლა დრო გაგყავთ იმისთვის, რომ შეკითხვას არ გამყავს. დრო კი არ გამყავს. ეს არის ხალხი ქუჩაში, რომელსაც თქვენ კრიზისი უწოდებთ და არ იცით რატო არის ბულად გრძნობს თავს არა? ხალხი თავს მოტყუებულად არ გასაგებია. ახლა და რა ჩანს ამაზე ვილაპარაკოთ. რა უნდა ხალხს თეთრი წყაროში, რა უნდა ხალხს ნინოწმინდაში, რა უნდა ხალხს ახალქალაქში, მესტიაში, რაჭაში. ამაზე ვისაუბროთ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი? ქალბატონო, თქვენ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ დამარწმუნოთ თქვენ რომ არ ხართ პოლიტიკურ კრიზისში და ამ დროს ხართ ასე მგონია. არ მგონია რომ ვარ. თქვენ ხართ აღელვებული და არ ვიცი. არა ვარ აღელვებული ვარ ცხადია, იმიტომ რომ მომბეზრდა ამის ხურება უკვე 30-ე წელია. მეგონა რომ რაღაცას თავი დავაღწიეთ, მაგრამ თავი დავაღწიეთ, დიახ, ძალიან ქალბატონო, რადგან ასე არის ასე ბარიერი. თქვენ არ მიკითხოთ ჩუგოშვილის გამონათქვამები, არ ვიცი ამის საშუალება. თქვენი გადაცემა ალბათ ავტორი ხართ, ხო ამას მე კომენტარს გთხოვთ, თქვენი გუნდის თვალსაჩინო მედიატორი და დებატი მოაწყოთ. ფორმატიც მინდა შეგჭკინდა შეგიცვალოთ, შემიცვალოთ გადაცემა. არა, იდეას გთავაზობთ. თქვენ მეოთხედ ხართ ამ გადაცემაში, სტუმრად, ეს პირისპირ გადაცემა, პირისპირ ინტერვიუა. ეს არის hard talk-ი. hard talk-ი არ გაგოხსნით, მაგრამ მესმის რომ ეს ცინიზმი ხანდახან ძალიან მუშაობს ხოლმე თქვენ შემთხვევაში. არ მგონია რომ რაიმე ტიპის იმუშაოს. როგორღაც შეფასებას ვთქვათ პროცესის და არა იმის მოხობას. აზრი და მე კიდევ წარმატებას ვთქვი, რომ ჩემი აზრი გამოიყვანა. კი, მაგრამ როცა გადაგყავთ იქეთ, სადაც უკვე იცის მაყურებელმა, მე აქ აბა მაყურებელმა მოდერატორი არ ვარ. სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასი იმისთვის მიხდია, რომ შეკითხვები დავსვა თან ისეთი, რომელიც ჩემს რესპონდენტებს მაინც და მაინც არ უნდა მოეწონოს. მოსმენილი ივანიშვილის ბრიფინგი ან არ გსურთ რომ მისი თავარი მესიჯები გადასცეთ ხალხს. მისი თავარი მესიჯი იყო რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა ქვეყანა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ნაციონალურ მოძრაობაში ქაღალდები და ივანიშვილი დაგეგმოთ, რატო არ დაგმეთ? არ დაგმე, იმიტომ რომ მე ვეთანხმები ამ ინიციატივას. რას ეთანხმებით? ქაოსს და დესტაბილიზაციას და
საბოლოო ნაცების დაბრუნებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ნაციონალურმა მოძრაობამ 780,620 ხმა აიღო ცესკოს შეკითხვა. თუ მომისმენთ გაიგებთ. თქვენ თუ მოისმენთ 2018 წლის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ყავს 800,000-ამდე მხარდამჭერი. თქვენ რა უფლებით ართმევთ ჭირაღდანს? ხართოქს, მაგრამ არ გამოვდით. მოდით ბოდიში თქვენი შეფასებაა და მაყურებელმა განსაზღვროს. არ გამოვდით. ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს და არიცით, არ მომზადებულ ხართ ეთერის. შევეცდები მომავალში მოვეცადოთ. მოვეცადოთ. ივანიშვილის ლანძღვა მოგწონთ და ამის ტირაჟირებას აკეთებთ და კიდევ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. სულ ეს არის თქვენი ხარჯი. იმედია მომავალ გადაცემ როცა შევხვდებით ერთმანეთს მეც ნაცი არ ვიქნები. არა, რაზეა. ამის თქვენ სინები ხართ მაქვს. კოცი მე ეს ვიცი, უბრალოდ გწვენიათ. საყოველთაო ცნობილი თან ვერ ვემზადები ხოლმე კარგად გადაცემას. ნახვამდის და გისურვებთ მეტ ობიექტურობას.